ცოტა ხნის წინ დასრულდა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ აქ მყოფ საზოგადოებაში მოლოდინი იყო და დაანონსებულიც იყო, რომ დღეს გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა მოსამართლის მხრიდან, მოსამართლემ სასამართლოს ხდომა და გადაწყვეტილების გამოცხადება 6 აგვისტოსთვის გადადო. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დღეს მზია ამაღლობელის დაასკვნითი სიტყვა მოისმინა და გადაწყვეტილების გამოცხადება ისევ გადადო, ამჯერად 2 დღით. დღეს პირველი საათიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, რომლებიც ჟურნალისტ სოლიდარობას უცხადებდნენ და მის საქმეზე სამართლიან გადაწყვეტილებას, ანუ მზია ამაღლობელის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვდნენ. მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. დღეს მზია ამაღლობელი არის ქართული ჟურნალისტიკის სინდისიდან ამოსი და რამდენჯერაც არ უნდა გადაიდოს ეს პროცესი, როგორც არ უნდა დასრულდეს ის, ჩვენი მოთხოვნები იქნება კлауცვლელი, რომ მზია ამაღლობელი იყოს თავისუფალი, იმიტომ რომ მუხლები, რომელსაც მას ედავებიან, არის სრულიად ალოგიკური, სასაცილო და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა. ვიტყვი რომ ეს წინასწარ ვიცით რომ განაჩენს გამოიტანებენ და მიურჯიან საშუალოდ 4-დან 7 წლამდე მიახლოებით 5 წელი იქნება საშუალოდ და იქ უნდა გამოიყვანონ და მსახიობობენ გადაწევენ შეიძლება კიდე გადაწევენ ამან კიდე დაგვაქვს სექტემბრის ბოლომდე გადაწევენ შეიძლება გაწევენ პროცესი ბოლომდე ეს არის ავტორიტარიზმის ხელწერა ზოგადად რომ ემოციური გამოფიტვა გამოიწვიოს იმ ადამიანებში, ვინც ცდილობენ ავტორიტარიზმის კონსოლიდირება რაღაცნაირად შეაჩერონ. ამას ჩვენ არ უყურებთ, ხოლო საქართველოში საბედნიეროდ ხელმისაწვდომია წიგნები, ინტერნეტ მასალები და ასე შემდეგ და ვიცით სხვა ქვეყნის გამოცდილებები, სადაც ასევე ხდებოდა, ხო, იმიტომ რომ რუსეთში ავტორიტარიზმი ერთ დღეში არ დამყარებულა, არც ჩვენთან არ დამყარდება ერთ დღეში, იმიტომ რომ ეს იმდენად მძაფრი რეფლექსია თავისუფალ საზოგადოებას, რომ როდესაც ამას ერთიანად ცდილობ, ერთიანვე პასუხს იღებ. და ჩვენ რასაც ვაკვირდებით დღეს არის ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს რომ პროცესი გაწელოს, დრო მოიგოს და დაელოდოს ჩვენ როდის დავიღლებით და გამოვიფიტებით, მაგრამ არ ვიცი, ალბათ მზია ამაღლობელი არის ყველაზე კარგი მაგალითი იმის, რომ ასე მარტივად თავისუფალი ადამიანები არ იღლებიან, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანი თავისუფლებისგან დაიღალოს. თავისუფლება ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, რამდენჯერაც იქნება საჭირო, იმდენჯერ გამოვალთ გარეთ. დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელმა დაასკვნითი სიტყვა თქვა და აღნიშნა, რომ საპროცესო შეთანხმების შეთავაზება მისთვის შეურაცხყოფელი იყო. პირველი რაზეც უნდა ვისაუბრო პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმებაა. ვერ მოვაწერ ხელს ამ შეთანხმებას. შემოთავაზება ძალიან შეურაცხყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. რაც მოხდა არ იყო თავდასხმა. სილის გაწვნის თავდასხმა წარმოჩენა ბოროტებაა. რა სამართალია არ ვიცი. 7 თვე ამაზე ვფიქრობ. განაცხადა მზია ამაღლობელმა. ეს სიტყვის მერე ძალიან ემოციურად ძიმე განცდა მაქვს და დარბაზი გრძნობდა ამას. თავად მზიას განცდასაც პირველ რიგში და არ მინდა ჩემი სიტყვებით რა ვაუფასურო თვითონ მზიას ემოცია, რაზეც მან ისაუბრა. ყველაფერი შეაჯამა. მან პრინციპში სასამართლოს უთხრა, რომ ეხლა თქვენი გადასაწყვეტია არის ეს თავდასხმა თუ არის ეს შეურაცხყოფილი განადგურებული ადამიანის ემოციური რეაქცია შეურაცხყოფაზე. ეს მზიას სიჩუმე მთელი ამდენი ხნის მანძილზე მოიხსენებათ ჩუმად იტანდა ყველაფერს, რაც ამ სასამართლო დარბაზში ხდებოდა, მაგრამ მე წინა პროცესზე ვთქვი, მისი სიჩუმე ყველაზე ძლიერად ისმისთქო და მისი სიჩუმე რომ ყველაზე ძლიერად ისმოდა 7 თვის განმავლობაში, ეს ქართული მედიის დამსახურება იყო. რომ არა ქართული მედია ვერავინ ვერ გაიგებდა რა ხდება ამ სასამართლო დარბაზში, რომ არა ქართული მედია ვერავინ ვერ გაიგებდა მზიას საქმე როგორი სარკია იმ სიმახინჯეების. სასამართლოსგან ყველანაირი მოლოდინი გვაქვს, ჩვენ ვიცით რომ ის დამოუკიდებელი არ არის, რა გადაწყვეტილებასაც დაავალებენ, იმ გადაწყვეტილებას მიიღეს. მზიამ აბსოლუტურად ყველაფერზე ისაუბრა, გულწრფელად არ დარჩა არაფერი უთქმელი. თავდასხმა რო არ არის, ეს სამართლებრივად დასაბუთებულია, ორი აზრი სამართლებრივად ამ საკითხში ვერ იაზრებს. დანარჩენი სისტემა რას გადაწყვეტს, როგორც თვითონ თქვა 6-ში ვნახავ.